ჯადაბარ ვიღა უბედურო შენა რა გინდა აქ გამარჯობა აი ეს ბატიტვინა მართლა ინდაურია მე თუ რა მაგრად გიხდება ეგ სახელი შედი ჩქარა დედას გაუქრია ინდაურ გამარჯობა დავდგათ ტყემალი და კიდე დავაუთოთ ხალხო აი ქვრეცხა ტყემალს ჩინი განციტილი პატარა ბიჭი გილოცად ცოტა აგრილდა ამიტომ შესაბამისად დავიწყე წყემლის გარეცხვა აქ მეორე პირს გავრეცხავ მაგრამ ახე ზომაში რაღაც ვერ ვემთხვევი და მაგის მერე უნდა ჩავდო კიტრი და იკრიფა რაღაცები 3 ლიტრიან ბანკაში ჩავდებ და მე მგონი იქ ამეხადა ერთი ბანკა როგორც ვიცი აბა წამოდი ვნახოთ ოღონდ არ ვიცი რატო ერთნაირად გავაკეთე 4 ცალი ხო და ამეხადა უბრალოდ უნდა ავხატო ხა გამოვიტანო თან რომ ამოვიდეს ეს გაზი რაღაცა და დამწნილდეს იმიტომ რომ შევჭამოთ აი ამაზე მაქვს ლაპარაკი ესენი სრულიად წკრიალებია ნახეთ იქითაც და აი ეს ბანკა იმღრა და სავარაუდოდ ნუ დაიჭექოს და წავიდეთ მანან აი აქ დავდებ ასე ესაა გაბერილია ფაშას ვიტყვი რომ გახსნას აიმე ნახეთ რა მაქვს ეს ვიდეო არ ჩამიწერია ლაივი მქონდა TikTok-ზე ცოტა ხანი და მაშინ დავაუთოვე ბევრი რაღაცეები და ეხა კიდე მაქვს საუთოებელ მაგი და იქ ჩამოვიტანე და ჯერ დავრეცხოთ დამეზარება მაგრამ სხვა გზა არ არის მაშინ გადასაყრელი გამიხდება როგორც გითხარით დღეს ამ მქონდა საერცხის და დაუთხოვების დღე მაგიტო არ ჩანდი და ძაროცხელო და იმ მომენტში კიდე ვისვენებ და მოვიქაქანა კარგად ბოლომდე გავავსებ ამ ერთ ქვაბს და ისე დავდგავ ოღონდ ის არის ამის პირველი ხელი გარეცხვა არ მიყვარს ხოლმე სინამდვილე რომ გითხრათ იმიტომ რომ აი ეს ფოთლები სარვაყოლებ და აი ესე მკილაობ არა უშავ შეყვეს მეორე კითხვა გავეცხო ავლაშა იყო წასული თბილისში და იქ ლიროს ბაზრობამდე ერთი საბითუმო მაღაზია არა სათამაშოების ველოსიპედების და შეიძლება თუ ვინც გაგივლია დაკირულებულ ხართ იცით და იქ ვაყიდინე მაგნიტური ფარდები რო 10 ლარი ღირს ეხა დიდად იმედი არა მაქვს ძალიან მაგარი იქნება მაგრამ ვიზუალურად ვიცი როგორიც არის სამსახურში გვაქვს და მინდა რომ კუხნაში გავაკეთო თუ კატები გააჩერებენ და არავლენ ზედა არ დამიხევენ ამას დავდგავ და თან გავაკეთე და გეტყვით როგორი იქნება და ღირს თუ არა ყიდო მივაზომე რა არის გრძელი მოჭრა დამჭირდება უშენ საკმაოდ აქტიურად ვიყავი YouTube-ზე ესე ფეხი რომ შემოვიდო ხო არ გეწყინება ცოტა მოგაბრუნოთ თქვენ აი ეს აიბე ხელი თუ ვერ მოკიდეთ კალით 3 და მე-4 ვიდეოც გუშინდელი გადაღებული იყო უბრალოდ მე დამეძინა და ვეღარ ავტვირთე რა მეთქი იყოს დღევანდელში ჩამეთვალოს ეგ რა დღეს რაღაცნაირი დღე იყო ცხელი დღე რო იტყვიან იმას შვებოდი რა ქვია ლაივი მქონდა ჩართული და კითხვა იქაც დავსვი რომ თქვენი აზრით მეთქი სიცხეში უთოდ რო გაქვთ ჩართული ანუ რას ეჩვევი ადამიანი თქო და აი ხანამ დამწერეს ხანა და სწორი პასუხი იყო ჯოჯოხე მაგრამ მე მივხვდი რომ ჯოჯოხეთისთვის არა ვარ შექმნილი იმიტომ ძალიან ცუდოა ციცხე არ მიყვარს
და იყოს ჩემთვის ვეგდები 64-ში. ჩემთვის ვიქნები. ერთ გაბრძოლებასაც გავიბრძოლები ოქროს რომ გავანახევრო რა ის და ერთი კიდე ხვალე მექნება. თუმცა ხვალე ჩემ თავს გეგმა დაუწერე. მართალია გეგმას არასდროს არ ვასრულებ, მაგრამ დაუწერე რომ არა ხვალე ბიბლიოთეკა გაქვს დასალაგებელი. ადრე დამიწერეს რომ კაი რომ ერთი ის არისო ხელის გაქნევაო ბიბლიოთეკაო და რა უნდა დალაგება უნდა მაგას ერთი ბეწოთ ახია სინამდვილეში, მაგრამ ხვალე ვაპირებ ყველა წიგნის და ყველაფრის გადმოლაგებას. სავარაუდოდ იქ ბევრი ნინოს ნაგავი დამხვდება. აი ძირის ლაშასაც ულაგია რაღაცა ხელსაწყოები ეგენიც უნდა მარანში გავიტრნო. ბიბლიოთეკას უნდა დავამგვანო ადგილი და მე მაქვს სადღაცასა მაქვს გასაბერი პატარა ლეიბივით ანუ რა ქვია იმას კრესლოსავით თუ რაღაცა და მინდა რომ ბიბლიოთეკაში შუაში დავდო. რომ ბარბარეს უყვარს ხოლმე წიგნის კითხვას რომ კითხულობს ხოლმე იქვე დაჯდება. თან მაგას მოყვება რაღაცა ფეხების შესალაგებელი პატარა ლეიბისიც რა პატარა სკამიც თუ რავი რაცა ქვია ისიც გასაბერია და ანუ კომფორტული იქნება სავარაუდოდ და მე ვფიქრობ რომ რაღაცის დაწერა რომ მინდა იმან კაი იქნება. ნახოთ. რაღაცა იწვის ხალხნო. ბარბარე კუხნაში ხარ? რაღაცა იწვის მე მგონი ამოვიგებთ. არა, ხორცის სუნია. დაბწორი ხორცის სუნია და ჩვენთან არ არის ნამდვილად. ხვალთან კერძები არ მაგას აკეთებენ, იმიტომ რომ დუში რაც გავაკეთე, ხვალე შეჭამენ. ესეც ესე. ცოტა დავაცოტავე რომ წყალში კარგად ამოვწიო ეს ტყემალი წევან ძალიან ცოტა წყალი იყო. ბევრსაც ვერ ხმარო. დღეს რო სარეცხი შევყარე, წყალი რომ მოვიდა სარეცხი შევყარე, ანუ სულ მეკითხებიან ხოლმე წყალი როგორ მოდის. წინა კვირას ხო თქვი რომ სადღაც რაღაცა 11 და 7-მდე თითქოს გრაფიკი დაგვიწესეს თქო, მაგრამ ეგ იყო 5 დღე მარტო. ეხლა მოვიდა დაახლოებით 2-ისთვის პირველი 2-თვის შევყარე სარეცხი. სარეცხი არის სარეცხის მანქანას მინდა ხოლმე მაქსიმუმ საათნახევარი რა რეჟიმზეც იყო რა და ანუ პირველივე შეტანაზე დაუწყვიტეს წყალი. და კიდე კაი ამ ბაკს ვავსებთ ხოლმე და აგე მარაგი ჯერ გვაქვს. რა სამფაკი ვარ იყოს, რავი ამოწყდებოდით რო იყვნენ უწყლოდ. ანუ სადღაც 40 წუთი ან იყო ან არა რა. დასალევები ავავსე მარტო. ბავშვობაში ვაკეთებდით ხოლმე ოტურის ტყემალს. ეს ოტური არ არის მრგვალი ტკბილი ტყემალია. არა ეს ოტური ბავშვობის მერე რამდენჯერმე დედა ჩემმა მომცა და იმათაც აღარ უდგათ ეხა. მოჭრეს თუ გახმა თუ რა ვიცი. ბავშვობის მერე ოტური არ მიჭამია, ოტურის ტყემალი. ოტურიც რაღაც ალაგ-ალაგ სათითაოს რომ მოწყვეტავ აი ობეზე კი. ხო შეს მამიდას გარო მოვდიოდით რამდენიმე დღის წინ მე და ნინო გზაში მოუწყვიტე ნინოს რომ ნინო შვილო ეს არის მეთქი ოტური და მოკვიჩა და ესე რაღაცა მჟავიაო და მეთქი მომეცი არ გადააგდო. ჩემთვის ძალიან ძვირფასი არის. იყო თუ არ გინდა მე ვთხარი არ ჭამო შვილო მე უფრო ბევრი შემთხვევა 5 წელი 6 წელი მოუწყვიტე სხვის ვენახიდან იყო გადმოწეული და მანქანები დადიოდნენ თორე შემთხვევა კიდე ავიღებ კიდე მოუწყვეტავთ. აუ ეს ნუ კარგად გავავსო იმიტომ რომ მე იკლებს. აი ეს ამას მიაქვს დრო რა ფოთლებს. მე როგორ დავკრიფე იცით ეს ივანის დაკრიფილი მეც როგორ დავკრიფე წინაზე
იქვე ვასუფთავებდი. იმენე თქო ხეჩა ოჩიგნი და გაიქნია. სუდასწვირდა. მე ეს თუ ესე არ ამოვკრიფე, მე იჭედება ხოლმე აი წყლის ტრაპში და მე თუ ეგ სადმე გაიჭედა გარეთ. მერია ხოლმე კატასტროფა, რომ მთელი დღე უნდება ხოლმე რაღაცა და ვცდილობთ რომ აი არაფერი ცხიმის და ესეთი რაღაცა მაგვარი ამ ტრაპში არ გაუშვათ და მოვიღოთ. მე ხა ფოთოლს რას დაიჭი რაღაც პატარები რო გაძურება. იმისა ჩაყალიყება. წეღანა ესე ავი დაყდნობილი პროზორთ ვაუთოვებდი და პროსტინა უნდა გამეუთოვებინე რა და რო დავდო მეთქი ხაია დაბლა რო პლოშატკის ქვეშ დამედო ისა ხომ ისურებოდა დაბლა რო დაცემულიყო და სკამი და სკამს გადავწვენ საუთოვებელი მაგიდის იქედა და უნდა გადმომედგა რომ ამ სკამზე დავაფენ მეთქი ანუ ცუდად გადავიწე და ცუდად ავიღე ერთი კვირის წინ თქვი რომ რამდენი ხანია მეთქი ეს ფეხი აღარ ამტკივნია თქო აი ნერვი მტკივდება ხოლმე მიჭერს ხოლმე წელსაც და აი კუნთსაც და ანუ ცუდად გადავიწიე, ცუდად მომემზადე ასაღებად და გადმოვდგი და აი იმ წამს მივხვდი რომ წელი ვერ ამქონდა და ძინი არ იყო, ანუ მე თვითონ ცუდად გადავიხარე და ესეც ხო მტკივა ხა და თლიანი ფეხი. და ხა ეს თუ არ აი ესე თუ არ დავიყდენი მაწუხებს. ანუ გავიჩალიჩე. გავავსე ის ქვაბი. ხო და ორჯერ და 10ჯერ მოხარშვას ერთ დიდი ქვაბი გამოვიღო მირჩევნია. მე ეს აქტევს ესე იგი ის ქვაბი ის არის? აკრო. ეს არის მამაპაპური ქვაბი. ეს მირჩევნია ხო? რომ ერთი ისეთი ქვაბი გამოვაკიდე და ესე როგორ ვიწუნკლავებ და ამას ჩავყრა. ეს რო დამდე. აი მე გაიქცა ჩქარა გაიქეთ. ეს არის აკლემი. აი შვენიერად განათებულია ტერიტორია. კბილიანი ხელი რაზე წავლის? ყავიდლოვანი. რომელი საათი? ცოტა მომიჩნია. რა? 12:20 წუთი. და ჯერ პირის საყურაზე ვარ, აუკრა. ხან კამპოტი ჭამა და ყავიდლო. ხან რა, მოიცადი აი ესე ვისავ. მეორე ტელეფონით გაგანათებთ. აი ესე. ერთი წამლის წამოდომებას ხაველოდები და ადუღდა და გავთიშე ხა მეთქი წავალ დავწვევ მინოსაც იკატები გადახუარდა ის გარეთ გარეთ აბა რას წავიდა მე აი კრაგდია კაცო წეღანაც ანათებდა სავით მართლა ფეხოთები გადია ბატე ჩაიკუნდე და შეიხედი გრამე პარკი გდია თუ რა გდია პარკს დააფრიო პარკია რაღაცა მოძრაობს და მე მგონი პარკია რა ვიცი ლეკვი ძაღლი რამე კატახუ არავინ ჩამოსვა ეს არ გააოყარ ისე შეიხედე ფოთოლია წეღან მოძრაობდა რამდენჯერმე მივიდა კატა და რავი მე ვიღაცა მივრამე ჩამოსოს მოკეთ ადუღდა ეხა და გავთიშე რომ წავალ მე ხა დავწევი დავიძინე და გამახსენდა რომ არც გავუში და მოდი ჩემთან აქ დაანებებ ფეხები დაბანილი გაქვს გადავლებული სანამ დავწევი და ხო ჯერ არ ჩართა მოდი ის ჩავწერ ვიდეოს და სანამ ავალ და მე წავწევი რაც მოდი დამავიწყდა უმბალოდ და ქინძიც ეხლა გავრეცხე გავარჩიე ჯერ გავარჩიე და გავრეცხე ჩავდე ახლა გავართულ წებაში და შეუმთერთით ადუღდეს რა კიდე კაი გამახსენდა თორე მარტო წემალი ვექნებოდა არაფრით
მე კი ვუშვები ხოლმე ქინცსაც და უმბალოსაც, მაგრამ მაინც. აუ, ხელის ბლენდერი მაქვს. აი ეს. ძალიან მაგარი. სულ ხოლმე ძალიან აი მეზარებოდა ისა. საკერავი. ხორცის მანქან მაშინკაში დედისა მეზარება ხოლმე ხა იმ ხელა რაღაცა გამოიტანა ქინძისთვის და ნივრისთვის. ხო და ისიც მეზარე დაშლა და მთელი ამბები. ხო და ხა რაღაც ისა ვქენი როტყვე დავამუღამე ეხლა. ნიორი ქინძი ხონდა კარგად გაატარო რომ უყო იქ და დიდი ფოთლები არ ეყაროს მე ცოცხალ ქინძს უშვები ხოლმე წელს სუნელები არ მიქნიან ქინძსაც უშვები ხოლმე სუნელად არ მიქნია გებრიელესი გამოვიდა ეხაც ეგ უნდა გავაკეთო მარტო უშვები ნიორს და ცოცხალ ქინძს სიმწარეს რა თქმა უნდა და შაქარი და მარილი შაქარი რამის 4 დიდი ფინჯანი უყავი მიუხედავად იმისა ტკბილი ტყებალია ხო და რას ვამბობდი რა ის ვქენი მოკა ჩავყარე ეს ქინძი და ესე 4-ხად გადავჭერი ქინძი რა უხეშად დავჭერი ნიორი და ეხა ეს რომ შრალი იყო ეს ხელის ბლენდერი ხო ვერ იზავს ეს ცხელი ტყემალი დავამატე დრო დუღდა გახეხილი უკვე რომ თხევადი ყოფილიყო და ჩაუშვი ეს დავაჭირე პრობკას და იდეალო გასარიცხი რა იყო მარტო არაფერი ის ღრმა თასი თუ ჭიქა თუ რაღაცა და ბლენდერის ის თხევადი რო გახდა ტრემალი რო დავამატე ძალიან ადვილად დააბლენდერა თან ეხა ისი არა ის არაფერი დატყობილიყო არა დავტოვე ისე რომ ლამაზად ჩანს ეს ქინძები ძალიან გებრიელი იყო ხო დაბათ წინაზე ხო მანქა მაშინკაში გავატარე მე დაშალეს მაშინკა ცალკე ის ჩხირით შეუჭე რა ქვია სეტკაროა ის გამოაცალე ნახევარში რინთარჩება ენჯერი ბეთი ხო და ეს თვით კაიო გასაერცხი არაფერია ხოლე დილით რო ავდგები მაგას გავხიხავ და დავდგავ მოსადუღებლად და ხვალ საღამოს კი უკვე გავამზადებ რა არა პრინციპში ხვალ საღამომდე რა უნდა რო ადუღდება ხო არ გავაციებ საკმაოდ შუა დღეს აი მაგარ პაპანაკებაში დავიწყებ ტყემლის ჩასხმას და მე წელს მეყო წელს კი არა ის 10 წელი ვაყობა იმთან ო მაგ შენ რო კუჭი გაგეხსნება ხოლმე სულ ხა პავიდრო და რის მერე რაჭამე ვერ გაიგო ეხა წავალთ მაგრად მეცინება დავიღალე დღეს შენ არ გეცინება წადი მიდი ხე გადაივლე ფეხები მოტორიც გათიშე ტყემალიც გავთიშოთ წავედით და დავწვეთით და ვეძინოთ ესო თუ აქ იყოს ესეც ხო აქ ავტოები გაშლილი მაქვს ადილაზეც ხომ და საუთობელი მაგით თავის ყველაფრით ადიქიმედი ჰეი მეტყმაც გამოვდა მე მიციმი პაწაწინები როგორ ფარდა და გიფინეთ ჩემო ლამაზი მე როგორ ფარდა და გიფინეთ ჰა შეგწიოთ ახლა ესე შეგწიოთ რა კარგია ბავშვები როგორ თბილად აყავდეთ ასაკ ის წყლებიან ბაიბანე წადი მეტი ჩავაქრო ეს დავკეტოთ იმიტომ რომ აქ საჭმელი გვიდევ აი ესე დიდად რაღაცნაირად რა რო ავია რა ესე იყოს ოდნავ გავჭედოთ რომ დენია გამოყვანილი თად არის ჩვენი ბავში
ჩემი ობოლა, აი მე როგორ დახვანცალებს. რა იყო ჩემო ლამაზო, ვინ გაგაბრაზა? რა იყო? დაიძინე ჩემო სიხარულო. ბუმბულებიც ამოუვიდა ხახნო. ნახე როგორ ლაინერი უსვია. აი მე როგორ ლამაზი ბავშვი მყავ ობოლა. დებილი. ეხა ჩავაქრე ჩუქი. Всё, წადინინო. ძილის დრო არის უთო ხვალამდე დავასვენოთად. უი, კარი. კარი. კატები ხო არ არიან? აბა, გადავამოწმოთ. კატები, ფისოები, კატებო, დიდებო, პატარებო. ასე. რა იყო გოგო? ეს ნამდვილად გამოვრთეთ. წავედით ახლა. უნდა დავაცემინო ხო ცხელ მეუტულება. ესეც ბოდიშით რომ მეორე ვიდეო დავაგვიან. არ მინდოდა, მაგრამ ესე გამოვიდა. აბა, ძილინების. ეს სულიერი წამიდის. პაკა. ხანახით როგორ აიხლახება და დაასკრება. მიალაგე ცოტა ის ფლოსტები გოგო. შუქი და ტუანტი. დაწექება. ძილენების. ხალყავამდე დაგეფშობებით. მოვიდა. მატრას ზეგდია.